მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია ახალი გამომწერები. მივესალმები მათ, გეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ძალიან მიხარია ყოველი თქვენი კომენტარი. მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაზიარო. ამ ვიდეომ თუ გიპოვა, ესე იგი შენი გამარჯვება ახლოსაა. ეს არის ალგორითმის გამო ან შემთხვევითობა. კვანტურ ველში, სადაც არსებობს ჭეშმარიტი რეალობა, შემთხვევითობა უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სიხშირესთან რეზონანსი. შენ თუ ახლა ეს გესმის, ესე იგი შენი ძველი რეალობა იწყებს ნგრევას. შენმა ცნობიერმა თვითონ შექმნა მოთხოვნა ამ პასუხზე. და ამ წამს დაიწყო შენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი. მოდუნდი, გაუშვი დაძაბულობა სხეულიდან. შეწყვიტე ჭიდილი სამყაროსთან. შეწყვიტე მიზნების გამოკიდება. უბრალოდ მიეცი სამყაროს უფლება მოგცეს ყველაფერი ის, რაც სინამდვილეში გინდა. მიმოიხედე. შეხედე სამყაროს დაკვირვებით. 95% ადამიანებისა ცხოვრობს ერთი და იგივე დღით. იღვიძებენ ერთი და იგივე ფიქრებით. მიდიან ერთი და იგივე გზით, იგივე სამსახურში. როგორც კი თვალებს გაახილენ, მაშინვე თავიანთ პრობლემებს იხსენებენ. ეს პრობლემები დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, ნივთებთან, ადგილებთან, თავიანთი წარსულიდან. რა იქნება თუ შენ ახლა შეგიძლია შეცვალო შენი რეალობა. ამ ვიდეოს შემდეგ შენი ცხოვრება საგრძნობად შეიცვლება. უკან გზა გაუცნობიერებლობისაკენ უკვე აღარ იქნება. იმიტომ რომ ერთხელ უკვე გაფართოებული ცნობიერი არასდროს დაუბრუნდება თავის წინა საზღვრებს. ახლა საჭიროა არჩევანის დაფიქსირება. ფიზიკური მოქმედებით გაუმყარებელი განზრახვა რჩება მხოლოდ ფანტაზიად. და თუ მართლა მზად ხარ ჩაუშვას ცვლილებების ალგორითმი, თქვი, მე ვქმნი გადასვლას ახალ რეალობაში. კეთილი იყოს მობრძანება ილუზიურ სივრცის დროში. მოდით ჩავიხედოთ საკუთარ თავში, ქიმიურ სხეულში. გიფიქრიათ ოდესმე რატომ არის რთული, შეჩვეული რეაქციის შეცვლა. მაშინაც კი, როცა ტვინით ვიცით, რომ ბრაზი, წყენა, შიში გვანგრევს, მაინც განვიცდით ამ გრძნობებს. ახლა შევიხედოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ შინაგან ლაბორატორიაში. ყოველთვის, როცა მოდის ფიქრი, ტვინი წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები, ნეიროპეპტიდები, ესენი არიან მაცნები, რომლებიც აძლევენ ბრძანებას სხეულს. თუ შენს ფიქრებში არის რაიმე საშიში, ტვინი მომენტალურად აგდებს სისხლში კორტიზოლისა და ადრენალინის კოქტეილს. შენი სხეული გრძნობს შიშს, აქ იწყება ყველაზე საშიში. შენი სხეული მხოლოდ ბიოლოგიური სკაფანდრი არ არის, ეს არის ყველაზე მეტად მომხმარებელი ქიმიური ნივთიერებების და ის ეჩვება ამ კოქტეილს, კორტიზოლისა და ადრენალინის ნარევს. ისევე როგორც ნარკომანი ეჩვევა ჰეროინს. უჯრედები დაფარულია 1000 რეცეპტორებით. წლების მანძილზე ღებულობდნენ ერთი და იგივე დოზას სტრესის ჰორმონების. წლების მანძილზე თუ ცხოვრობდი უკმაყოფილებაში, შიშში, შურში, შფოთვაში, უჯრედები ამაზეა მომართული. ისინი ითხოვენ ამ დოზას. ანუ სხეული გახდა ნარკომანი. პარადოქსია იმაში, რომ როგორც კი შენ გადაწყვეტ ცვლილებებს, სხვანაირად იწყებ რეაგირებას, სხეული ვარდება პანიკაში. არ ღებულობს მიჩვეულ კორტიზოლს, მაშინ სხეული, ქვეცნობიერი, საბოტაჟს უკეთებს ზრდას.
აგზავნის იმპულსებს, რომ მისცე ჩვეული ტანჯვა. შენ არ შეგიძლია, ორშაბათიდან დავიწყოთ, შენთვის ეს რთულია, არ ხარ ღირსი. ეს არის შენი უჯრედების ყვირილი, რომ მიიღოს დოზა. შენი სხეული გახსენებს ყველა წყენებს, ის გაიძულებს, დაურეკო ადამიანს, რომელიც იწვევს შენში ბრას. ის გიბიძგებს, უყურო არასასიამოვნო ამბებს. ეს ყველაფერი არის ტვინის პროვოცირებისთვის, რომ ჩვეული ქიმიური პროცესები განაახლოს. ფიქრი ბადებს გრძნობას, გრძნობა ახალ ფიქრს, რომელიც ამტკიცებს ამ გრძნობას და ასე ტრიალებს წრეზე. ცხოვრობ ისე, სადაც შენი სხეული ტვინია, ტვინი სხეულის მსახური. იმყოფები ქიმიურ ციხეში, რომლის კედლები ააშენე შენ თვითონ, ფიქრებით, დღითი დღე, ყოველ დღე. ამიტომაა, რომ პოზიტიური აზროვნება, როგორც ასეთი, არ მოქმედებს. შენ შეგიძლია მთელი დღე იძახო, რომ მე მდიდარი ვარ, ჯანმრთელი ვარ, ბედნიერი ვარ. ამ დროს შენი უჯრედები ყვირია, რომ დეფიციტში არიან. შენი სიგნალი კვანტურ ველში იქმნება ყალბი. კვანტური ველი შენ სიტყვებზე არ რეაგირებს, ის რეაგირებს შენი ყოფის მდგომარეობაზე. და შენი ყოფის მდგომარეობის 95% ნაკარნახევია შენი სხეულის მიერ. ვერასდროს განიკურნები, სანამ ამას არ მიხვდები. შენი წარსული შენს მეხსიერებაში არ ცხოვრობს, ის ცხოვრობს შენს სისხლში. შენ ბლოკავ შენს მომავალს არა იმიტომ, რომ სამყარო არის უსამართლო, არამედ იმიტომ, რომ შენს ბიოლოგიას ეშინია ახლის. შენი სხეულისთვის უცნობი რაღაცა სიკვდილის ტოლია, ჩვეული კიდევ უსაფრთხოა. რომ შექმნა შენი თავი თავიდან, უნდა გახდე უფრო ძლიერი, ვიდრე შენი სხეულია. მოგიწევს გაიარო ამ ცეცხლში, მოგიწევს ისწავლო, უჯრედებზე ბრძანებლობა და არ დაემორჩილო მათ კაპრიზებს. თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია ახლა, სამყაროც ადაპტირდება შენს დარწმუნებულობაზე. ტვინი ქმნის რეალობას. ბევრი ადამიანი ამოხრუჭებს თავის პროგრესს, რადგან ფიქრობენ, რომ წარმატებისთვის ბევრი ბრძოლაა საჭირო. ეს არის უბრალოდ რწმუნებულებები, რომელთა შეცვლაც შეიძლება. ჯო დისპენზა ამბობს, რომ ტვინი არის ჩვენი წარსულის არქივი. თუ ადამიანი წარმოქმნის ერთი და იგივე ფიქრებს, ემოციებს, რწმუნებულებებს, ის ჩაიციკლება ერთი და იგივე სცენარის გამეორებაზე. თუ გამოვა ჩვეული მდგომარეობიდან, მაშინათვე იხსნება ახალი შესაძლებლობები. კვანტური ფიზიკის თვალსაზრისით, ყველა პოტენციური რეალობა უკვე არსებობს. ის ვერსია, რომელსაც უკვე აქვს ყველაფერი, ის რაც გინდა, უკვე არსებობს. საკითხავი ისაა, რამდენად ხარ მზად იმისთვის, რომ ამ ვერსიას შეესაბამო. თუ შენ თვლი, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ელოდება, შენი რეალობაც სულ მოლოდინი იქნება. თუ გადაწყვეტ, რომ შენი სურვილები სრულდება, ისინი დაიწყებს ასრულებას.